მოხჩაუხრელი მუშაობა. მაკონას ლექსები. იცი რა მინდა? ფიქრები. ფიქრებით უნდაც გუდა. ისეთი მინდა რომ ვიყო, როგორც აკაკის უნდა. ისეთი მინდა რომ ვიყო, როგორც აკაკის უნდა. ისეთი მინდა რომ ვიყო, როგორც აკაკის უნდა. იცი რა მინდა? სიზმრები. სიზმრები მხოლოდ ძირად. ბარათაშვილის ლექსებით გაჯერებული თუნდაც. ბარათაშვილის ლექსებით გაჯერებული თუნდაც. ბარათაშვილის ლექსებით გაჯერებული თუნდაც. ბარათაშვილის ლექსებით გაჯერებული თუნდაც. ნუ ჩქარავთ, სწორად ისუნთქეთ. ბექა, გავაკეთოთ ახლა შენ. იცი რა მინდა? სიცოცხლე. სიცოცხლე თუნდაც წუთად. გერები გამოყვეთე, სიცოცხლე, სიცოცხლე თუნდაც წუთად. მიდი. იცი რა მინდა? სიცოცხლე. სიცოცხლე თუნდაც წუთად. არა ბექა, გერები გამომიყვეთე, ისეთი სიცოცხლე მინდა, მიდი. ისეთი სიცოცხლე მინდა. ლურჯად ცხენებს რომ სწადოდათ, ისეთი სიცოცხლე მინდა. ლურჯად ცხენებს რომ სწადოდათ, ისეთი სიცოცხლე. ბგერები გამოყვეთე და თავიდან იცი რა მინდა, არა, იცი რა მინდა. მაკონას ლექსები მოხჩაუხრელი მუშაობა და მეტეხის საღამო. მოდი პირდაპირ კითხვებზე გადავიდეთ მაკონა. როგორია მუშაობის პროცესი? ყველაზე საინტერესო ალბათ მუშაობის პროცესი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ბავშვებისთვის, თქვენთვის, იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური, ყველაზე ესეთი ნიუანსები მაშინ სწორდება სწორედ მუშაობის პროცესში. რამდენი დღე, რამდენი საათი გვაქვს გატარებული ერთად და ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, ნაყოფიერი იყო, ყველაზე მთავარი ალბათ ეს არის და საინტერესო იყო, სახალისო იყო, ცოტა დამღლელიც იყო ალბათ როგორც თქვენთვის, ისევე ჩემთვის, მაგრამ ძალიან კარგი იყო. მეტი როგორ შევაფასო მართლა არ ვიცი. რა გრძნობა იყო, როდესაც ბავშვები თქვენს ლექსებს კითხულობდნენ? რაც შეეხება გრძნობებს, პირველ რიგში ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ჩემთვის, ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ალბათ პოეტს რამდენად უწოდებ ჩემ თავს არ ვიცი, მაგრამ ოდესაც შენს ლექსებს სხვა კითხულობს, ეს უფრო ამაღელვებელია, ეს უფრო მეც ნიშნავს შენთვის, იმიტომ რომ ოდესაც უსმენ როგორ კითხულობს, სხვა უფრო მეტად აფასებ შენ ლექსს, ან აკრიტიკებ, ან პირიქით, უფრო მეტად მოგწონს და აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, ძალიან სასიამოვნო იყო. და არ ვიცი, ალბათ ბევრი ემოცია შეიძლება ამ გრძნობას რაც მე იქ არ ვიცოდე მოუძებნო, მაგრამ მოდი ამით ჩამოყალიბდეთ, დავტოვოთ ეს რომ ძალიან ამაღელვებლად გრძნობდი თავს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალბათ საინტერესოა ყველა პოეტისთვის, რომელიც რაღაცა ერთ ლექსს დაწერს თუნდაც და მის ლექსს სხვა კითხულობს. ეს ორ მხრივ შეიძლება განისაზღვროს. ერთი მხრივ რომ როდესაც უყურებ როგორ კითხულობს სხვა და როდესაც უსმენ, სულ სხვანაირად აღიქვამ, მას აკრიტიკებ, ან პირიქით ძალიან მოგწონს. და კიდევ მეორე ფაქტორი ის არის, რომ იმდენად ემოციურია ეს ყველაფერი, რომ აი არ ვიცი, შეიძლება ტირილიც მოგინდეს, ძალიან ნერვიულობ. ყველაფერი მოქმედებდა მაშინ ჩემზე. ნერვიულობდი ყველაფერზე, როგორ ახვიდოდით სცენაზე, როგორ ჩამოხვიდოდით იქიდან, როგორ იტყოდით თქვენს სათქმელს, როგორ ემოციას მოიტანდით. აი აბსოლუტურად ყველაფერზე ფიქრობ ამ დროს. ყოველთვის გონია რომ რაღაც შეუშლის ხელს და ემოციურად იმდენად დატვირთული დღე იყო ჩემთვის და აი თქვენი გამოსვლა იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაც ამავდროულად, რადგან ეს იყო მთლიანად ჩემი ნამუშევარი, ჩემი შრომა იყო ჩადებული, ჩემი ლექსები პლუს ჩემი რეჟისურაც ასე რომ ვთქვა და ეს ყველაფერი იმდენად მოქმედებს საკუთარ თავზე, რომ უბრალოდ არ შეიძლება იქ არ ინერვილო, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი ამავდროულად. და მადლობა მინდა გითხრათ ყველას, მადლობა მინდა უთხრა მანჩოს, მადლობა მინდა უთხრა ბატონ ნუგზარს. არ ვიცი, ჩემთვის ეს რამდენად დიდი გზა იყო, რამდენად ფართო გზა იყო ჩემთვის, რომ ჩემი ნამუშევარი ასეთი საზოგადოებისთვის მიმეტანა და უღმესი მადლობა ყველას. რაც შეეხება კულმინაციას, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები იყო, რადგან სულ რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ მე სერტიფიკატი გადმომეცემოდა ეს ჩემი ნამუშევარი, ჩაითვლებოდა როგორც საკურსო და სწორედ აი ამ საღამოზე მოხდა ის, რომ გადმომეცა სერტიფიკატი, ანუ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ სრულფასოვანი ინკოგნიტოელი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ არ ველოდი პირველი ეს და მე მეორე ყოფილი ინკოგნიტოელი ვარ. ბალოთ.